მოგესალმებით, დღევანდელ ვიდეოში ვისწავლით სიმღერა მაგნოლიას. ძალიან მარტივი სიმღერა არის, ადვილად ისწავლით, თუ ვიდეოს თავიდან ბოლომდე უყურებთ. ჩაუჯექით, არ გადაახვიოთ, გამოიწერეთ არხი და მოდი დავიწყოთ. მოდი დავიწყოთ აკორდებით. აკორდები რთული არ გვაქვს, თუმცა არის რამდენიმე ბარი. მაგრამ რამდენიმე აკორდს გასწავლით ისე, რომ ბარის გარეშეც ასე თუ ისე დაკვრა შეძლოთ. მაგრამ ბარეთ თუ დაუკრავთ, რა თქმა უნდა, ჯობია ბევრად. პირველი აკორდი ეს არის B მინორი. B მინორი რო ავიღოთ, მეორე ლადში ეს ხოლადებია პირველი ლადი, მეორე ლადი, მესამე ლადი, მეოთხე ლადი, მეხუთე ლადი, ამ დანაყოფებს ქვია ლადები. პირველი მეორე ლადში, აი ამ ლადში თვითონ თლიან მეორე ლადში უნდა ავიღოთ ბარი. აი ეს. ეს ბარი რო ავიღოთ, ამ ბარეს ბოლო სიმზე, აი მე-6 სიმზე არ ვიღებთ. ვიღებთ პირველ 4 სიმზე. ანუ ნახეთ, ბარეს ავიღებთ პირველ 4 სიმზე. შემდეგ მესამე ლადში გვინდა მეორე სიმი. მესამე ლადი აი ეს არის და მეორე სიმი აქ მესამე ლადში. შემდეგ მეოთხე ლადში გვინდა მესამე, აი ეს მესამე სიმი და მეოთხე სიმი. და აი ესეთი აკორდი გამოგვიო. ესე იგი მეორე ლადში არის მთლიანი ბარე, მესამე ლადში არის მეორე სიმზე ეს თითი დაჭერილი და მეოთხე ლადში არის მესამე და მეოთხე სიმები, აი ამ ორი თითით. აქვს ეს აი ბოლო სიმს არ ვუკრავთ, ამ სიმს არ ვუკრავთ, ვუკრავთ ქვედა სიმებიდან. და აქვს ესეთი ხმა. თუ ბარი ძალიან გიჭირთ და ვერ იღებთ და ძალიან გინდათ ამ სიმღერის დაკვრა, მაშინ ავიღოთ ბარეს გარეშე შემდეგი ვარიანტი. ანუ ნახეთ, ბარეს ხო ვუკრავთ ესე. და ჩათვალეთ ბარე გადავაკეთეთ და ამ სიმებს რო არ დავაჭიროთ ამდენს, უბრალოდ ავიღოთ და დავაჭიროთ პირველ სიმს მეორე ლადში. დანარჩენი თითები დავტოვოთ იგივე. და უბრალოდ ამ სიმს აღარ დაუკრავთ და ეს იქნება. ანუ ნახეთ, ამ ბარეს, ესე ხო გქონდა? ამ ბარეს ავიღებთ და მაგის ნაცვლად დავადებთ მარტო პირველ სიმზე. ნახეთ, აი პირველ სიმზე დავადებთ მარტო. და ექნება ესეთი ხმა. ესეთია ბარეთი, ჩვეულებრივად. ესეთი ბარეს გარეშე. თითქმის გავს. თუ იმას ვერ იღებთ, შეგიძლიათ ესე დაუკრათ. შემდეგი აკორდი მარტივია, ეს არის A აკორდი. ესე ვთქვათ. A აკორდი რო ავიღოთ, მეორე ლადში, ნახეთ, პირველი ლადი, მეორე ლადი, მეორე ლადში გვინდა მეორე სიმი, მეორე ლადში გვინდა ისევ მესამე სიმი და მეორე ლადში გვინდა მეოთხე სიმი. აი ესეთი აკორდია. ეს მარტივი აკორდია, ბარი არ აქვს, ესე ვთქვათ. შემდეგი აკორდი რაც მოდის, კიდე გვაქვს EM. EM-იც მარტივია, ისევ მეორე ლადში გვინდა მეოთხე და მეხუთე სიმები. ნახეთ, პირველი ლადი, მეორე ლადი. მეორე ლადში სიმების ათვლას ვიწყებ ქვევიდან ზევით. პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე. მეორე ლადში მეოთხე და მეხუთე სიმები. ძირითადად მთელი სიმღერა იკვრება ამ სამი აკორდით. ესე იგი, თავიდან როგორც გითხარით, ეს არის B მინორი. თუ ვერ იღებთ, მარტო ბარე გავუშვით და პირველ სიმზე დაადეთ. მერე A აკორდი და EM. ეს სამი აკორდი არის ძირითადად მთელი სიმღერა და სიმღერის ბოლოში, ბოლო დასასრულში უკვე ცოტა აკორდები იცვლება და მან ესე ვთქვათ, 1-2 ბარე გვემატება კიდე. ეგ შემდეგი აკორდი იქნება C დიეზ მინორი. ესე რა ვთქვათ. ეგ გამოდის როგორ? აქ უნდა ავიღოთ, ნახეთ, პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე ლადი, მეოთხე ლადიდან ვიწყებთ. მეოთხე ლადში ავიღოთ ბარე.
მეოთხე ლადში ბარეს ავიღებთ და შემდეგ მეხუთე ლადში ავიღებთ მეორე სიმს. აი ამ სიმს ნახეთ, მეორე სიმს. ხოლო მეექვსე ლადში ავიღებთ მესამე და მეოთხე სიმებს. ნახეთ როგორია. ანუ ფორმა იგივეა, რაც ბე მინორის დროს გქონდა, ნახეთ. აქ ბარე თლიანზე, შემდეგ მეორე ლადში მეორე სიმი და მესამე ლადში მეოთხე და მეხუთე სიმები, ნახეთ. ფორმა იგივეა, უბრალოდ ამ ყველაფერს ვაკეთებთ ჩამოგვაქვს ვასრიალებ მეოთხე ლადზე. ესე იგი, მეოთხე ლადში ბარე, მეხუთე ლადში მეორე სიმზე და მეექვსე ლადში მესამე და მეოთხე სიმებზე. და იგივენაირად შეგვიძლია აქაც თუ ბარეს ვერ ვიღებთ, ეს თითი ავუშვათ აქედან ბარის ნაცვლად და დავაჭერთ მხოლოდ პირველ სიმს. როგორც აქ გავაკეთეთ. ეს ხო იყო ბე მინორი და აქაც შეგვიძლია იგივე აკორდი ავიღოთ. ბარის გარეშე. ნუ თუ ბარეთი დაუკრავთ, უკეთესი იქნება, მაგრამ თუ არა, ესეც შეგიძლიათ, არ არის პრობლემა. და ერთი აკორდი კიდე რაც დაგჭირდება, ეს არის F დიეზ მინორი. F დიეზ მინორი რო ავიღოთ, მეორე ლადში, აი ეს მეორე ლადი, მეორე ლადში გვჭირდება ბარე. მეორე ლადში ავიღებთ ბარეს და მეოთხე ლადში, ნახეთ, მესამე, მეოთხე. მეოთხე ლადში გვინდა მეოთხე და მეხუთე სიმები. აქვს ესეთი ხმა. ეს თითი რო ტყუილად არ მქონდეს, ამ თითს არ ვიყენებ, შეგვიძლია დავადოთ აი ამ თითს. რო ძალა დავატანოთ. ნახეთ, მეორე ლადში ბარე. ესე. და მეოთხე ლადში მეოთხე და მეხუთე სიმები. აკორდები სულ ესენი არის, სხვა აკორდი წესით არ დაგჭირდებათ. და ეხლა მოდი გადავიდეთ რითმზე და ვნახოთ როგორ უნდა დავუკრათ მარჯვენა ხელი. ეხლა რაც შეეხება მარჯვენა ხელს. მარჯვენა ხელიც არ არის რთული, მარჯვენა ხელი ძალიან მარტივია. ეს რითმი რომ დავუკრათ, არის შემდეგნაირი. და ამას ვიმეორებთ სულ, აბა კიდე გავაკეთოთ. თავიდან. თავიდან. ეს მეორდება სულ. შეგიძლიათ უბრალოდ სიმებზე ხელი დაადოთ და ესე ივარჯიშოთ. რითმზე. ამ რითმს რო ისწავლით, მერე შეგიძლიათ აქეთ აკორდებიც აიღოთ და ისე ივარჯიშოთ. მერე ჩვეულებრივად აკორდებით უკრავთ. აკორდებია ცოტა შედარებით სასწავლი, რითს მარტივად დაამოღამებთ. მოდი ახლა გადავიდეთ მთლიანი სიმღერის დაკვრაზე, უყურეთ თავიდან ბოლომდე როგორ უნდა დაუკრათ, რომელი აკორდის შემდეგ რა აკორდი მოდის. ხელის რითმი ყველა აკორდზე ერთი და იგივეა. და თქვენც იმ სიმღერასთან ერთად, თუ გინდათ შეანალეთ, თუ ძალიან ჩქარი იქნება და ივარჯიშეთ უკვე დაკვრა. აკორდებით აყევით და ჩვეულებრივად მარტივად ისწავლეთ. დღეისთვის სულ ეს იყო, გამოიწერეთ არხი, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.